ირაკლის ჯერა და ეხლა მოდი გითხოთ რატომ როგორ არა აქ მარტივად არის საქმე რა ჩვენ უყურებთ და ჩვენი გადმოსახედი არის ესეთი რომ ორი ძირითადი ასე ვთქვათ გენერალისგან შედგება ჩვენი მოლოდინი ხო პირველი ეს არის ის რომ ჩვენ წამს და გვჯერა რომ ქართული ხალხი არის ძალიან ძლიერი ოღონდ ისე კი არა რომ ძალიან ძლიერი აი ამ მომენტში ძალიან ძლიერი რატომ იმიტომ რომ იმას რომ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი მომხდარიყო საჭირო იყო ამისთვის ქართული ხალხის სათანადო გაბრაზება და სათანადო აღხმა ქართული ხალხის მიერ შექმნილი სიტუაციის. აქამდე ივანიშვილი ახერხებდა, რომ ამ ბრას მეტნაკლებად მართავდა ხოლმე და ხალხში ის აღხმა არ ჩნდებოდა, რაც იმდროში უნდა გაჩენილიყო, რომ ამ ადამიანს უბრალოდ დემოკრატიული პროცესი აქვს ლიკვიდირებული ქვეყანაში, რომ ყველა სამოქალაქო პოლიტიკური უფლება არის განადგურების პირას მისული და ჩვენი ქვეყნის მომავალი აბსოლუტურად კითხვის ნიშნის ქვეშ კი არ დგას, არამედ უბრალოდ განწირული არის ივანიშვილის და მისი ბანდის წევრების მხრიდან. სანქცირება დაჭირდა ამას, არ ვიცი, რუსთაველზე წამება, არადუმი მოპყრობა დაჭირდა ამას ადამიანების ევროპული ინტეგრაციის ოფიციალურად შეჩერება დაჭირდა და ასე შემდგომ, მაგრამ არა, უნდა დავასრულო ბატონო, ჩემ პოზიციას. არა, ჩემიც გაიგეთ, ნახეთ. დარწმუნებული არ მილაპარაკია და გაგიმარტივებთ საქმეს, ხო? მეც გავიმარტივებ, მაყურებელსაც გავუმარტივებ და თქვენც, არ ვიცი, შეგეძლეთ ესე ჩათვალოთ. რატომ არის ივანიშვილი გასასტუმრებელი ხელისუფლებიდან ამაზე არ გთხოვთ რაღაცა არგუმენტებს და დისკუსიას. როგორ კი ამაზე საუბრობთ, მიზეზები ჩამომითვალეთ, კიდევ ერთხელ რატომ უნდა მოხდეს დამაცლე შეიძლება გაიგო მართალ გულწრფელად გეუბნები, იმიტომ რომ მე ვსაუბრობ არა იმაზე თუ რატომ არის ჩამოსაშორებელი, არამედ ქართველი ხალხი რატო არის ისეთი გაბრაზებული და იმდენად მე საპროტესტო ტალღას იმას რომ მსგავსი რეჟიმის საპროტესტო ტალღით ჩამოშორება მოხდეს, ჭირდება ხალხის უფრო მეტი მობილიზება და უფრო მეტი სიფრაზე რა შედეგზე გაგვიყვანს ამაზე ვისაუბროთ. ხო, სიფრაზე გავყვანს იმ შედეგებზე, რომ მარტივად გეუბნებთ, რაც იყო ხოლმე ადრე, რომ როდესაც წამება და რადმე მოპყრობა მიდიოდა ხალხის ქუჩებში და ამას ათასობით კი არა, 10,000-ობით ადამიანი აბსოლუტურად ინდიფერენტული, ოღონდ იმ შემთხვევაში კი არა, ინდიფერენტული გაბრაზებული არ იყო. უბრალოდ, ანუ არ ქონდა გააზრებული ამ ბრძოლის ხარისხი და უბრალოდ ვერ იცავდნენ ერთმანეთს. ძალიან მარტივია, აქ ვსაუბრობთ კონსტიტუციურ უფლებაზე, საერთაშორისო სამართლით გარანტირებულ უფლებაზე, რომ ადამიანებმა თავი დაუიცვათ, როცა ვიცით, რომ მაგალითად ლევან ხაბეიშვილს რა უქნეს. და ეს არის ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი, როდესაც ხალხმა იცის, რომ ქუჩის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს და არ აქვს მოლოდინი, როგორც რუსული კანონის დროს ჰქონდა, რომ აი ხა არჩევნები ჩატარდება, ან როდესაც დეკემბერში იყო, ეხა კი ეს იკადრეს, მაგრამ ეხა ეს ხო არ გააგრძელება. ყველამ გაითავისა საბოლოო ჯამში ივანიშვილის რეჟიმის არსი. ამაზე ვსაუბრობ და მეორე მდგენელი არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ. ივანიშვილის რეჟიმი არასდროს არ ყოფილა ისეთი სუსტი, როგორც არის ეხა. შეუძლებელია ეს იყოს სიძლიერის გამოხატულება, რომ ადამიანი ერთმანეთს, არ ვიცი, მოსაკავად იმეტებენ, აკავებენ, კლანები ჩამოიშორეს, ანუ ერთ კლანზე რო არის ჩამოკიდებული ის რეჟიმი უფრო ძლიერია თუ ხო, მათ შორის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ხო არ ვიცი, ახლა ზუსტად გამსახურდიას იგავი არსებობს, ბავშვობაში მაქვს საკითხული გველზე, რომელიც მასში ხდება ყველაზე აგრესიული, როდესაც შხამისგან იცლება და როდესაც რეპრესიული აპარატი არის მთლიანად სანქცირებული, როცა 70% ადამიანებს ამ სანქცირებულების უბრალოდ პირდაპირ აბსოლუტურად გააგდეს გუნდი და როდესაც ადამიანები მოსაკლავად გაიმეტეს და ხო კარგად გვესმის ახლა რიჯვაძის საქმე რას ნიშნავს ხო რიჯვაძის საქმეზე რატო არ არსებობს ვიდეო მტკიცებულება რომელსაც ასე საუბრობენ ან რატო არ არსებობს არანაირი ფაქტი უბრალოდ ნივთიერი არც ექსპერტიზის დასმა რომელიც საწინააღმდეგოში დაგომტკიცებს იმიტომ რომ ეს ადამიანი მოსაკლავად გაიმეტეს ან პირდაპირ იმდენად ისეთ გომორობაში მიყვანს რომ თავი მოიკლა სადა თვითმკვლელობა ან მართლა ეს როლი რაც არანაკლებ რეალისტური გახლავთ ხო არიან ადამიანები რომელსაც იძახდნენ რომ აი რვაშვილის მამა არის ჩვენ გვერდზე ეხა ჩვენ გვერდზეა ეს ადამიანები უბრალოდ დაიჭირეს ისე რომ მათთან ერთად ფოტოები წაშალა ივანიშვილის გუნდის ყველა წევრმა და სოციალური პრობლემა აქვს ხო თბილისში ვცხოვრობ და ხო სხვა არ ვიცი ქალაქებში და სოფლებში ყველგან აქვს ეს პრობლემა როდესაც ხოცობა პირდაპირ მნიშვნელობით უტყდებათ და საზოგადოებაში ისეთივე ინტეგრირებულები ვეღარ არიან როგორც აქამდე იყვნენ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა სანქციებაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა ეს ყველა ნიშანი რასაც ჩვენ ვაკურდებოდით იყო ამის გამოხატულება და ლევან ხაბეიშვილის დაჭერა თავარი ამის გამოხატულება არის ყველაზე აბსურდული ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსია საქართველოს ისტორიაში პირდაპირ ვიძახი იმიტომ რომ ადამიანმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა ანუ თუ არ გვაწამებთო და მე რაც გამიკეთებთო იმას არ გააკეთებთო ანუ ადამიანის ფოტო მტკიცებულება არსებობს და ვიდეო მტკიცებულებაც არსებობს რა უქნეს ამ ადამიანს ხო მოსაკლავად გაიმეტეს და შემთხვევით გადარჩა და იცახის რომ თუ ამას არ დამართებთ შვიდობიან მომიტინგეებსო ხელისუფლების შეცვლის შემდგომ იქნებით დაჯილდოვებულები ვინმეს რამე ილუზია რომ ესე არ მოხდებოდა გასაგებია ხო ვიღაცას ფინანსური ჯილდოს ხარისხი არ მოეწონა მაგრამ საბოლოო ჯამში ხო ესეც უნდა იყოს ხო ადამიანები რომლებიც ივანიშვილის უკანონო ბრძანებას არ შეასრულებენ უნდა იქნენ დაფასებულები და ვინც შეასრულებენ ისინი არ უნდა დავაფასო და პირიქით ხო შესაბამის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს ხო ძირითად შემთხვევაში და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი რაც არის მშვიდობიანი დამხობაო ესე შეიძლება პოლიტიკური სიკვდილი და პოლიტიკური სამარეო ახსენოს სიტყვა და რახან სიკვდილი რომელიც თქვა სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს ამის გამო ამაზე უნდა გამასამართლო ადამიანი დამხობას რო სიტყვას იძახდა დამხობის დისპოზიციაში დაწერია რომ ძალადობრივი
მეთოდები და ეს კაცი იძახდა რომ თმისღერი არ ჩამოორდება არავისო პაშინიანმა როგორც მოაწყო ისე მოაწყო ამ შვიდობიან რევოლუციასო და აბსოლუტურად ღიად ეთერში განმარტავდა თუ რას გულისხმობდა ამ შვიდობიან დამხობაში. ანუ უკვე ჩვენ იმდენად დიქტატურულ სახელმწიფოში შეიძლება გადავინაცვლოთ რომ რაიმე ისეთი ტერმინი რო ვიხმაროთ ეხლა ჩვენ სამივე რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსში აქვს ანალოგი შეიძლება დაგვიჭირონ ამ მუხლით ხო? ან იმ გედედესთან ამშრომლებს რომ რაღაცა ტყივილი განიცადეს, სულიერი ტყივილი რო განიცადეს და რო ამბობენ რომ ეხლა ჩვენ სულიერი ტყივილი გავუწევთ, ანუ მთელი ამ აი ესეთი აბსურდული ბრალდება ოდესმე გინახავთ სადმე? ეს გამოხატულება რომ ივანიშვილმა დაიჯერა რომ ჩვენ შეგვიძლია მისი მშვიდობიანი გზით ჩამოშორება, ამიტომაც დაიჭირა ლევან ხაბეშვილი და ეხლა უნდა დაიჭეროს ქართულმა ხალხმა რომ ეს შეგვიძლია და სხვა ალტერნატივა ფიზიკურად არ არსებობს. ვერ ვხედავთ ამ ალტერნატივას, არ არსებობს. იბატონო, აი როგორ ფიქრობთ, აი რაღაც ლევან ხაბეშვილი რატო ამოიღეს მაინდა-მაინც მიზანში? ლევან ხაბეშვილს ხო არ არის კაცო ეს 4 ოქტომბრის მარტო და მშვიდობიანი დამხობა და რევოლუცია არის ინიციატორი, მაგრამ გასაგები იყო რომ ბოლო კვირების და თვეების მანძილზე ლევან ხაბეშვილის მიერ შექმნილმა დღესასრიგმა ხალხში გაიმარჯვა, სოციალურ ქსელშიც გაიმარჯვა, არ ვიცი, ქუჩებშიც გაიმარჯვა, სადაც დავდიოდით, რეგიონებშიც გაიმარჯვა, სადაც დავდიოდით. ხო იყო რაღაც ის გზები, რომელზეც ჩემი ახლა აგერ კოლეგები საუბრობდნენ, ხო? იყო რაღაც გზა, რომელზეც საუბრობთ, რომ ეს არის უბრალოდ რეჟიმთან თანამშრომლობა, რაც ყველა მოიცით ახლა ამაზე 1000 შეგვისაუბრია. მეორე გზა იყო რომ არ ვიცით, გაუგებარი გზა, რომელზეც არც ის მოგწონს, არც ეს მოგწონს და საერთოდ გზას ვერ გვთავაზობ. ეგ საერთოდ ის არის, რა ვიცი, ახლა გაუგებარია და მესამე გზა, რასაც ლევან ხაბეშვილი პროაქტიურად საუბრობდა და კი არ საუბრობდა, რასაც ამბობდა, ის ხო კეთდებოდა. ჯუანშერ ბურჭულაძეზე რო იძახდა, ჯუანშერ ბურჭულაძე რო ამბობდა, ეს კაცი ლევან ხაბეშვილის მონაგონია. ხო დაიჭირეს ის კაცი რიჟვაძეზე რო იძახდა, რომ ბოლო მდგომარეობამდე არის მიყვანილი, ხო გამოდგა, რომ მართლა ესე იყო. ასევე 4 ოქტომბერს როცა საუბრობდა, ესეც ხო რა თქმა უნდა ძალიან რეალისტური იყო, უკვე მოსახლეობის დიდი ნაწილი. გავიგე, მადლობა. ამიტომაც მოხდა მისი დაკავება, მაგრამ იდეას ვერ დააკავებია. კი ბატონო, თორნიკე, იცი რა მინდა გკითხო, აი შენგან მაინტერესებს, ბატონო, უპასუხე და ძალიან მოკლედ დავამატებდი, ხო, რომ არ იყოს ეს ფაქტორი ლევან ხაბეშვილის დაკავებას, რა თქმა უნდა, ორგანიზატორულ საქმიანობაში მხოლოდ ლევანი არ არის ჩართული და ბატონი პაატა არის და გუნდი არის და მათ შორის ჩვენც ვართ ჩართულები იმ მხრივ, რომ რა თქმა უნდა, ყველანაირად მასთან მუდმივად კონსულტაციაში ვიმყოფებით და ასე შემდგომ. ანუ ეს პრობლემა ნაკლებად არის, პირდაპირ ვიტყვი, ორგანიზატორულ თვალსაზრისით, ის პრობლემა ამაზე, რაზეც თორნიკე საუბრობდა, ირაკლი ყობახიძემ აღიარა უბრალოდ, რატო დაიჭირა, ანუ თვითონ პირდაპირ თქვა, რომ ქართული ოცნების ყოფილი წევრების გამო დავიჭირე ლევან ხაბეიშვილი. ანუ აღიარა, ამადებენ ისედაც ხო აღიარები ხომ, ამ ბოლო დროს ხო აღარ აინტერესებთ კანონის უზენაესობა და დასავლეთი არაფერი ხო აღარ აინტერესებს და პირდაპირ ამბობენ ხოლმე რატო დაიჭირეს და ეს დაჭერა რატო მოხდა, რომ ლევან ხაბეიშვილის ეს დაპირებაც და ყველა სხვა განცხადებაც ძალიან ბევრი ადამიანი დამერწმუნეთ ხალხო, ძალიან ბევრი ადამიანია ძალოვან სტრუქტურებში, მაღალ და დაბალ დონეზე, რომლებიც ელოდებიან ჩვენს მობილიზაციას და მზად არიან აქეთ გადმოვიდნენ, რომ ხედავენ რიჟვაძეს რა დაემართა, ხედავენ რისთვის გაიმეტეს გომელაური, ხედავენ ლილუაშვილი რისთვის გაიმეტეს და ეხა ბიძინამ ლილუაშვილი და გომელაური რო გაიმეტა, ეხა რიგით ხოც რას უზავ ხო წარმოგიდგენია. კი ბატონო, მადლობა და ბატრი ხაბესთან, ხაბეიშვილთან დაკავშირებით. თქვენი აზრით მაინტერესებს, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატო დაიჭირეს ლევან ხაბეიშვილი და აი რაც თორნიკა მიკითხა, იქონიებს ხაბეიშვილის დაკავება 4-ის რაღაცა ამბავზე გავლენას. არ ვიცი, იმდენად სწრაფად იცვლება ქვეყანაში მოვლენები, რომ კონკრეტულად 4 ოქტომბრის რა რეალობა იქნება შეუძლებელი ამის წინასწარ პროგნოზირება, მაგრამ ცხადია, რომ ლევან ხაბეიშვილი ქართული ოცნებისთვის ამ წუთას აშკარად იყო პრობლემა, იმიტომ რომ ისინი ესე ნაბიჯებს ზოგადად შემთხვევით არასდროს არ დგავენ და მათ რაღაც საფრთხე დაინახეს კონკრეტული. ხა ეს საფრთხე რამდენად მასშტაბურია და რამდენად არის იმის უმასწავლებელი, რომ შეიძლება ამ პროცესებით ხელისუფლება შეიცვალოს, ეს გამოჩნდება და მე წარმატებას უსურვებ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში არის უფრო აქტიურად ჩართული. მე პირადად 4 ოქტომბერს ვიქნები აქციაზე და შევეცდები, რომ ჩემი მეგობარი იქნება ეგ თუ ჩემი არ ვიცი ახლობელი მის გვერდით ვიდგე. არჩევნებზე წასვლას არ გვეგო ამ ეტაპზე ჯერჯერობით. კი ბატონო, თქვენ პოზიცია ვიცი არც კითხვა. მე მინდა დავამატო და გავაგრძელო ერთი ნაწილი, რომ მე ყველაზე მეტად ზოგადად ხა ამ პროცესშიაც არ მომწონს არის ის, რომ რაღაცა ყველა განსხვავებული აზრი და ყველა განსხვავებული გზა, ვინც ერთმანეთს რაიმეში არ ეთანხმება ოპოზიციურ პლანზე, ყველაფერი აღიქვევა მოღალატეობა. წენა რა გზების მე თვითონ ჩამოთვალე, იქ არც ერთი გზა ესე გარანტირებულად ხელისუფლების ცვლილების გასაღების სინამდვილეში არ არის. არც ალკეაღებული ბოიკოტი, არც ალკეაღებული არჩევნები. ამიტომ შესაბამისად, მე ყველაზე მეტად რაც ხა ადამიანებში ჩემი აზრით იწვევს ნიჰილიზმს და ანტიპათიას ოპოზიციის მხრიდან არის, რომ ერთმანეთს ხდება მოღალატეების დაძახება, თითქოს ვიღაცას აქვს ესეთი გამარჯვების გასაღები, რომ აი შენ რო რაღაცის არ გაგეკეთებინა, ჩვენ უეჭველი გამარჯვებას ვახსენებთ. ეს არის ჩემი აზრით ყველაზე არასწორი დამოკიდებულება და მეორე ნაწილი. მე არ მინდა რომ მაგალითად 4 ოქტომბერი გავიდეს და მეორე დღეს განტევების ვაცად და ამ პროცესის ასე ვთქვათ შემაფერხებლად რომ რაღაც ამ ქვეყანაში ვერ შეიცვალა, აღმოჩნდეს როგორც ბევრჯერ მომხდარა ამ ქვეყანაში ქართველი ხალხი, რომ აი ხალხი არ უარგა თორე
რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ აქ პოლიტიკოსება, ისი მაქსიმუმის გაკეთება შეიძლებოდა და მე საბოლოოდ ხალხზე გადაბრალება ისე პოლიტიკოსებს უბიძგებს ხოლმე რომ კომფორტ ზონაში დარჩნენ და მათ არ იფიქრონ საკუთარი შესტოების გამოსწორებაზე და ეს არის დღეს თავარი გასასწორებელი, თორე ქართული ოცნება რა ძალა არის ხო ვიცით, ანუ კახა კალაძე გამოდის ადამიანი და ამბობს რომ ყველა ქალი ადამიანი არ არის, ხო? ეს რა ჯიშის ხალხიაო, რითგან სხდება ფაშისტებისგან, რომლებიც ებრაელებს არ თვლიდნენ ადამიანებად, ხო? ანუ ჩვენ ვართ ფაშისტური ძალა გვმართავს, რომლებიც ადამიანობის და ადამიანური ღირებულებების არანაირი ნატამალი არ გააჩნიათ და ჩვენ მხარეს არის დანარჩენი ყველაფერი, რომ ეს ამხელა ესე ვთქვათ სიდამპლე გამოვიყენოთ და აქ თამხარეს რაღაც ნორმალური პროცესი შევქმნათ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ იყავით სტუდიაში ჩვენ. სტუმრად, ეხლა ეთერში გვაქვს რეკლამის დრო, რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით.